სხვა ამბები დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ბილაინის ინიციატივით ახალი სპორტული კლუბი შეიქმნა. სპორტი ნათელ მხარეზე მოყვარულ სპორტსმენებს გააერთიანებს. სხვადასხვა აქტივობებს შორის იგეგმება ტრადიციული ქართული თამაშობების აღდგენა და პოპულარიზებაც. კლუბის პირველი ღონისძიებისა და მომავალ გეგმებზე სხვა ამბების პირდაპირ ეთერში ახლა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე ისაუბრებს. თეონა, მოგესალმები. ეს კლუბი არც ისე დიდი ხანია, რაც შეიქმნა და უკვე ხვალ უმასპინძლებს პირველ ღონისძიებას. სად იქნება ეს და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას? კლუბი ერთ თვეზე ნაკლებია, რაც შეიქმნა სპორტი ნათელ მხარეზე, სპორტული კლუბი, რომელიც თქვენთვის არ იყოს გააერთიანებს სპორტის მოყვარულებს. უკვე ყავს 400-ზე მეტი ადამიანი, ვინც გამოთქვა კლუბის წევრობის სურვილი და პირველი ღონისძიება იქნება ხვალ ატენის ხეობაში. ძალიან საინტერესო, ექსტრემალური და მხოლოდ გაბედული ადამიანებისთვის. ეს არის ყინულზე ცოცვის შეჯიბრი, სადაც კლუბის წევრების დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება პირველი ღონისძიება, ვიცით რომ კალენდარი წინასწარ უკვე გაწერილია. რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ სამომავლოდ და რაც შეეხება ტრადიციული ქართული თამაშობების შესახებ? რომელ თამაშებს აღადგენთ და ვისთვის არის ეს მიმართული? კლუბი, როგორც თქვით, არის ერთწლიანი, როგორც აღნიშნა, არის ერთწლიანი, ანუ ჩვენ გვაქვს უკვე ერთი წლის განმავლობაში შედგენილი კალენდარი, რომელიც ჩვენი Facebook-ის მეშვეობით შეუძლია ნებისმიერ მსურველმა ნახოს. კლუბის წევრობა შესაძლებელია ყველა ბილაინის აბონენტისთვის, ვინც ჩვენი Facebook-ის მეშვეობით დარეგისტრირდება, ხოლო რაც შეეხება ორ ძირითად მიზანს, რომელიც ამ კლუბს აქვს, ერთი არის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ხოლო მეორე, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და საინტერესო, ეს არის ძველი ტრადიციული ქართული სახეობების აღდგენა. ჩვენ დიდხანს ვიმუშაობთ ამ პროექტზე და აღმოჩნდა, რომ არსებობს სპორტის სახეობები, რომელიც მე-11-მე-12 საუკუნის წყაროებშიც ხდება. არსებობს ისეთი სახეობები, რომელიც ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა, რომ საქართველოში შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად ბალახის ჰოკეის მსგავსი თამაში, ჭაკუნობა, რომელიც ითამაშებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ ზუსტად ამ სპორტული სახეობების ანალოგის გაკეთება შევძლოთ და მათი პოპულარიზაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. როგორც თქვენ იცით, ბილაინი არის მე-6 ოპერატორი მსოფლიოში სიდიდით და შესაბამისად ჩვენ შევთავაზეთ სხვა ქვეყნებს მსგავსი კლუბების გაკეთება. მათ ძალიან მოეწონათ ეს იდეა, განსაკუთრებით მოეწონათ, რომ ამ კლუბში ჩართული იქნება ისეთი სპორტის სახეობები, რომლის შესახებ მათ არ სმენიათ, კერძოდ ქართული სპორტის სახეობები, ერთ-ერთი ლახტის თამაში, რომელიც ალბათ ყველას კარგად გაგუგია და ძალიან ბევრ ქართულ ნაწარმოებებში გვხვდება, ამაში შეჯიბრის დაგეგმასაც გეგმავთ გაზაფხულზე. გარდა სპორტული ღონისძიებებისა, ვიცით რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დახმარებით თქვენ კლუბის წევრებს სხვადასხვა საჩუქრებსაც უმზადებთ. ამის შესახებ რომ გითხრათ, რა სახის საჩუქრები იქნება? რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში და რომელიმე კარგ შედეგს აჩვენებს, აუცილებლად დასაჩუქრდება როგორც ბილაინიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ხოლო დროის განმავლობაში, როდესაც ჩვენ შემოვკრებთ კიდევ მეტ ადამიანს, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად გეგმავთ მათთვის შეთავაზებას სხვადასხვა ფასდაკლების აქციების და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა აღვნიშნო, საქართველოში როგორც აღმოჩნდა ძალიან დაბალი პროცენტია იმ ადამიანების, ვინც რომელიმე პროფესიულ სპორტულ კლუბში არის გაწევრიანებული, დაახლოებით 1%, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ეს ციფრი 10%-საც აღწევს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბილაინის მეშვეობით ჩავდგეთ იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველი ადამიანისთვის ძალიან ახლოა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მიზანს ერთად მივაღწევთ. თეონა, თუ აქ მსურველებს კიდევ დრო იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ხვალინდელ ღონისძიებაში, რომ დარეგისტრირდნენ კლუბში, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის კიდევ? ამისთვის უნდა შეხვიდეთ ჩვენ Facebook-ის გვერდზე, უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და მითითებულ ნომერზე გამოაგზავნოთ SMS-ი. SMS-ის გამოგზავნის შესახებ შემდეგ ჩვენგან მოგივათ ზუსტი ინფორმაცია, თუ სად, როდის და როგორ უნდა მოგზავნდეთ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ კლუბში მონაწილეობა არის აბსოლუტურად თავისუფალი ნებისმიერი მსურველისთვის, უბრალოდ ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ასაკობრივი შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანუ არასრულ წოვნებს არ აქვს საშუალება, რომ მიიღონ ამ კლუბში მონაწილეობა. მადლობა თეონა, წარმატებებს გისურვებთ თქვენსა და კლუბის ყველა წევრს. დიდი მადლობა. ნახვამდის.